ჩვენ გვაქვს წარდგენა ახალი ტურისტული პროექტისა, ეს არის საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე სახელწოდებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო მეტ ადამიანთან მივიდეთ, უფრო მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ და მეორე მხრივ ის ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ჩართული არიან ტურისტული მომსახურებების სფეროში, მათ საშუალება მისცეთ, რომ უფრო წარდგნენ მოხმარებლების წინაშე. კონკრეტულად იდეა, რომ მოხდარიყო ამ პროექტის დაფინანსება იყო ჩვენი ინიციატივა, რომელიც მივაწოდეთ გაეროს განვითარების პროგრამას და უმოკლეს პერიოდში გაეროს მხრიდან მოხდა ამ პროექტის დაფინანსება. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ჩემს მამა-პაპისეულ კარმიდამოში, რომელშიც ჩემი წინაპრები მრავალი წელია ცხოვრობდნენ და ძალიან ბევრი თაობა გაიზარდა. გადავიბარეთ ამ კომლის მოვლა, ახალი რაღაცების გაკეთება, ძველის აღდგენა, რაც იყო. ეს იყო პირველ რიგში ჩაი. ჩვენ საცხოვრებელ სახლში მხოლოდ 2 ოთახი შეგვიძლია ტურისტებს დაუთმოთ, ამიტომ გლემპინგების მხრივ განვითარებას ვაკეთებთ. აი ერთი გლემპინგი მაგალითად გვაქვს ძველ ღვინის კასრში დასარჩენი ოთახი მყუდრო მოხერხებული, რომელიც უკვე ძალიან პოპულარული გახდა. ჩაი 90-იანი წლების მერე ძალიან უსამართლოდ იქნა მიტოვებული და დაუფასებელი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, როდესაც აი ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ამ ჩაის ბუჩქის მოვლის, მოკრეფის, მოგრეხის, გახმობის პროცესს ესწრება რომელიმე სტუმარი, ეს მათთვის მთელი გამოცდილება 2-3 დღის მერე მათივე დამზადებულ ჩაის როცა მიირთმევენ. ეს არის მთელი ის ამბავი, რაც ხდება კომში, ჩაის დაკრეფა, დაყენება, საუბრების აღამოს ჩაისთან, ღვინის მოწრუფვა. ეს არის კომლის ცხოვრება, რომელიც ჩვენი ცხოვრებაა, რასაც სიხარულით ვუზიარებთ აქ მოსულ დაინტერესებულ სტუმრებს.